ვიდრე სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ამერიკელი კანონმდებლები მეგობარ აქტს განიხილავენ 22 მარტს თბილისში კანონპროექტისა და ქართულ-ამერიკული პარტნიორობის მხარდამჭერები მარშს გამართავენ. მორიგი საპროტესტო მსვლელობისთვის სამოქალაქო ორგანიზაციები ემზადებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში რუსული, ჩინური და ირანული გავლენების ზრდის ფონზე არამხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის დემოკრატიასაც მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება. მათივე შეფასებით, მეგობარი აქტის მსგავსი კანონპროექტების კანონებად ქცევა ამ საფრთხეს გაანეიტრალებს. ეს არის ის სურვილები, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და აქვს ყველაზე მნიშვნელოვან ჩვენს პარტნიორს და ჩვენს მხარდამჭერს ჩვენი ამ დამოუკიდებლობის პერიოდის განმავლობაში და იმედი გვაქვს, რომ ეს მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და ეს არის ის სურვილები, რაც აქვს ქართულ საზოგადოებას, ანუ თანხვედრი არის ჩვენი სურვილები და შეერთებული შტატების კონგრესის მიდგომა საქართველოს მიმართ. ჩვენ გვინდა, რომ გაძლიერდეს საქართველოს სუვერენიტეტი, გაძლიერდეს დემოკრატიული პროცესები ჩვენთან და ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფოს მიზანსწრაფოა ევროკავშირისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იმიტომ რომ აი ეს პროცესები გააჩერა ბიძინა ივანიშვილმა და გააჩერა ქართულმა ოცნებამ. დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით თბილისსა და ვაშინგტონს შორის მთავარი დამაკავშირებელია. რომელიმე მთავრობას კი არ ეხება ეს, არამედ ეხება მათ ამერიკის ეროვნულ ინტერესს და ამიტომაც არის ეს კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა და არა რომელიმე მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ასე ვთქვათ, ინიციატივა. მე ვფიქრობ, რომ რადგანაც ეს განხილვა იწყება, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებითაც დასრულდება ქართველი ხალხის სასიკეთოდ და ქართველი ხალხის სასიკეთოდ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია და თავისუფლება ამ ქვეყანაში გადარჩება აუცილებლად. სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ორპარტიულ კანონპროექტს 18 თანასპონსორი ყავს. მისი დამტკიცების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათ ხელშემწყობებს. იმ პირებს, ვინც ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით ჩართულნი არიან კორუფციასა და საქართველოში ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაში. ვაშინგტონიდან ფინანსური და სავიზო სანქციების დაწესების მოწოდებას მკაცრად აკრიტიკებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და მას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა დაფასებენ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მეგობარი აქტით ვაშინგტონი თბილისის მიმართ მორიგ არამეგობრულ ნაბიჯს დგამს, რომელსაც ევროკავშირისა და ევროპარლამენტის რეზოლუციების ფურცლის ფასიც კი არ აქვს. ამავე დროს ქართულ ოცნებაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზეც საუბრობენ. აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ამისთვის მზად არიან, თუმცა კვლავ ეგრეთ წოდებული deep state-ის დამარცხების მნიშვნელობაზე მიუთითებენ. მათ შორისაა ირაკლი კობახიძე, რომელმაც თემაზე ვრცლად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ბევრი ნიუანსია, რა თქმა უნდა, რაც იქნება მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ თავარი არის, რომ არსებითად შევთანხმდეთ ჩვენ ორხრივ სურვილს. ეს თუ იქნება ორხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ასე ვთქვათ, ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, იმისგან განსხვავებული დამოკიდებულება, რაც ხედავდით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ურთიერთობები აღდგება. ჩვენ გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ deep state ჯერ კიდევ არის ადგილს. Deep state არსებობს, ცოცხლობს, საკმაოდ სერიოზული რესურსები აქვს მობილიზებული და ამას ყოველდღიურად ვხედავთ. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხედავთ, რამდენად დიდია დაპირისპირება ამ ახალი პოლიტიკის მიმართ. რასაკვირველია, ამ ვითარებაში საქართველოს თავისი მყარი პოზიცია გააჩნია, რასაკვირველია, ნაკლები რესურსები გააჩნია, მაგრამ იმედი აქვს, რომ სწორედაც ეს დღის წესრიგი გაიმარჯვებს და deep state-ი საბოლოოდ დამარცხდება წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობას ემუქრება ისეთი გამოწვევა, რომელსაც შეიძლება ვერც გადაურჩეს. სენატში წარდგენილი კანონპროექტის სრული დასახელება ასეთია: საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი. ინგლისური აბრევიატურა ემთხვევა ქართულ სიტყვა მეგობარს და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული.